დავუნთ ისევ ჩვენ იგივე ადგილიდან, ბარემ ამასაც მორჩები ამ მისიასაც და მე ნახოთ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს მისია, ასე ვთქვათ. თუ პატარა იქნა და არც დიდი არის, მაშინ იყოს დიდი ვიდეო. თუ პატარა იქნა, მაშინ იყოს პატარა ვიდეო, როგორც იქნება რა, ეხლა 15 წუთიანი არაა ოღონდ. მოკლედ პატარა ნაკაწრი არისო რა, ეგრე ნუღელაო. მოგზავნ ჩვენ, რა თქმა უნდა, თან 3 ვარსკვლავი არის. კაი, პოლიციაც უნდა ავირუდოთ ეხლა ჩვენ და როგორმე უნდა მივიდეთ კიდე ბერძენ ადამიანთან, ვინც არის კურნალი, ესე რომ ვთქვათ, და პოლიცია კიდე ჩვენ კომოთ გავიდა ეხლა კაგრას. როგორც შორს, რამ ხელაზია ხوار გადავა. ეს მთელი ხიდი უნდა გადავიეროთ და გადავიდეთ იგეთ მხარეს. მაგრამ თოვლი როდის მორჩება, თან კიდე ღრუბელიც არ არის, მაგრამ მაინც თოვს და ეს ცოტა უცნაური არის. პერიოდულად უფრო ლამაზი იქნებოდა რომ ღრუბელიც იყოს რა. თუ ეგრე რეალიზმს აწვევიან. ვაი. პატარა იარაღი იყო და ეგეთი გაზვიედებაც არ არის საჭირო რა. ისე იგი იმხელა ხრელი მაქვს ფეხშიო რომ ჩქარა ადარიო. არ მინდის მეტი ძმა ეს ჩქარა ეხა ის კი არა რა ქვია კამეროზიელი ან ფერარი. ვინ არის ის ტიპი ვისაც მივდივარ თორე ეხლა. ფული მიეციო და შეგაკეთებს ესე ვთქვათ. მოკლედ კაი ტიპი არისო რა, უნდა მიხვიდეო მაგასთან, უნდა მოგხედავსო ესე რომ ვთქვათ. და პოლიმაში არ მივდივართო. ხო და იარეთ მე მაშინ ფეხიც, მაგრამ არ არის ლაპარაკი ახლა ეს. ვიმე გავწდი. სავანტუხოში არ მივდივართო და სავანტუხოში იმიტომ არ მივდივართო რომ მანდ რო წავიდეთო, ხო იციო რომ ტყუას დაინახავენო და ეგრევე პოლიციას დაურეკავენო თუ იმაზე რა ხდებაო და ის კიდე უკეთესი ექიმი არის და მალე მოხედავსო რა. ხო და იმედია რომ ეხა მალე მივალ. არ ვიცი რა, ცოტა დარჩა, მაგრამ დროც კიდე ბევრი არა გვაქვს და ეს მანქანები კიდე ძალიან სრიალებენ აქ. მოიცა ეს ის არ არის კაცო, ეს General Hospital-ი უბრალოდ Empire, ხო ეგ არის. მაგრამ ესე იგი ამასთან ახლოს არის რა ეგ ექიმი, როგორც ჩანს. ან ამის უკან იქნება, დიდი ვარაუდით. ხო, აი მთაზე. ჰოლივუდის მთაზე, მაგრამ მე მგონი მართლა ჰოლივუდის არის შესაძლოა ეს რაღაცა მის ვიდეოს რო ვაედიტებდი უბრალოდ თვალი მოვკარი რომ ჰოლივუდი ეწერა მე მგონი, მაგრამ ჰოლივუდს მთლად ვერ დააწერდნენ, იმიტომ რომ მე მგონი რაღაცა კოპირაიტები შეიძლება რომ იყოს და მე ჰოლივუდმა შეიძლება რომ თამას უჩივლოს რაღაც ეგეთი სისულელები ხვდებით. ხო და მე მგონი მთლად ეგრე არ ეწერა, მაგრამ ეს იქნება ალბათ მაგის სახლი, შესაძლოა აქედან ლამაზი სახლი ჩანს და თან კიდე განმარტოვებული რო არის, ესე კაია. რამ ხელა სახლი აქვს ბიჭო, მაგრამ ექიმია და არ მიგვიშ პრინციპში. აბა, თუ მოვხედავენ ახლა. შენ ხარ რო ეს ექიმიო? არა, მე ისი. მე მხატვარი ვარ. მოიცა რა, ეგ რაღაცა ხუმრობა არის, ვითომ I got money for you for the job. Take it. You know this could have waited. But thanks. Hey, thanks for everything. I hope you'll be okay. Yeah. Me too. ანუ ჰენრი კაი ტიპია რა. Meet me in my place. ისია თუ ასია კაი ტიპია მაინც ჰენრი. $2,000 მოგცა. ბიჭო. ესე იგი visit your sister if you could. კიდე კაი. მივდივართ ახლა ჩვენ დასთან რომ საბოლოოდ ვალი გავისტუმროთ. ხო იციო, ვიდეო მუთხრა რომ ხო იციო რომ ფული მოიციდაო რა, ჯობია რომ ჯერ კარგად იყო, მაგრამ მადლობაო რა ჰენრი მუთხრა ყველაფრისთვისაც გააკეთეო და ეხა აიღიო ეგ ფულიო. ხო და ეხა მივდივარ ჩვენ დასთან და დედასთან კიდე რომ ალბათ ის ვალი გადავუხადოთ. ნუ ჯო მგვიცხა რომ ჩემთან შევხვდიო, ანუ ჩემთან მოდიო სახლშიო, მაგრამ მე მგონი მართლა უკეთესი იქნება რომ დედასთან წავიდეთ და ჩვენი მამისგან დაკისრებული ვალი, რაც $2,000 იყო, როგორმე გადავიხადოთ. ჰენი კიდე კარგად იქნება, იმიტომ რომ ფეხში დაჭრა ეხა იმან და თან კიდე ისეთი რევოლვერი იყო რაღაცა პატარა, რომ არ ამგონია რაღაცა ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინა. ხო და მანქანა უნდა შევცვალოთ კიდე, თორე პოლიცია გვამჩნევს ძალიან ხშირად უკვე და ეგ არ მოწყობს მე. ან ნომერი უნდა შევცვალოთ ან მანქანა. მაგრამ ისე ვინ მოიგონა ნეტ აი ზოგადად ვინ მოიგონა მანქანებზე ნომრების დამაგრება.
საინტერესოა. აი ეხა იდეა მომივიდა ეგეთი, რომ წარმოიდგინე ყველა მანქანას ნომრის მაგივრად, ნომერი ეწეროს, მაგრამ აი როგორ რაღაცა იცი, ეხა რაღაცა კონცეფცია შევქმნი მეუწებ. და იმედია რომ გამიზლებ ცოტა ხანი. მოკლედ მანქანა რო გადაღებო ეხა ჩვეულებრივად და აი კარები სადაც აქვს, მან რომ მიაწერო მანქანას რაღაცა 1-2 ნომერი რა, იმის მაგივრად რომ აი წინ და უკან მიაგრა. უიმე პოლიცია მოვიდა თანამოსობაში. პოლიციაზე გაქცევის რაღაცა გეგმა შევადგინე და პოლიცია დამოდგა თავზე. ხო, ანუ რატო არ გააკეთეს თუნდაც ეგრე, რომ აი მანქანას ან თუნდაც სახურავზე დაეწერათ რაღაცა 1-2 ნომერი და ან თუნდაც გვერდებზე ან რაღაცა კაპოტზე რო ყოფილიყო ეგ ნომერი და არა თუნდაც აი წინ და უკან პატარა ნომრები. რაც ანუ ბევრად უფრო უკეთესი არის, მაგრამ რაღაცა კონცეპტივით ესე რო ვთქვათ. კაი, მოვიდით ეხა ჩვენ დასთან და დედასთან და ფულიც კიდე მოვიტანეთ. თუ არ ვწდები $3000 მაქვს, დაჟე 4000-მდე მაქვს თითქმის. იმედი ეს არის და მეზობელთან არ მივდივართ ეხა ჩვენ. Vito, hey, how you doing? No. I just wanted to give you the money to pay off Papa's debt. Oh, Vito, that's great. I was gonna try and see if we could pay it back in installments. I got a little money. He wouldn't have hurt us. Don't be so sure, but it doesn't matter now. Here, take Where'd it. you get all this money, Vito? You haven't done nothing you'll be sorry for, have Don't you? worry, everything's fine. Thank you, Vito. Thank No you. problem. All right, look, I better be going. I don't want Ma to see me. She'll be asking where I got the money too. Don't worry, I'll make something up. All right. Give her a big kiss for I me, will. okay? Take care of yourself, Vito. Oh. არ ვიცი, აი, ფული კი წაიღეს ახლა ამათმა, მაგრამ რაღაცა აი დას თითქოს ვერ გაუხარდა იმდენად თქო, აი, ეხლა არ მინდა რომ რაღაცა ისეთი ტიპი გამოჩნდე, რომ აი, რატო აფეხებში არ ჩამივარდა და მადლობები რატო არ მეთქო თქო, მაგრამ ისეთი დრო არის ახლა თან კიდე მე ამათთან არ ყოფილი ვარ ძალიან დიდი ხანი არის და თითქოს აი ვფიქრობ რაღაცა ისეთი ცუდი სიტუაცია არის შექმნილი, რომ აუ ეს პოლიცია ვინ არის, გამანებით თავი. შეიძლება რაღაცა კიდე მიქარული აქვს იმ დასტო ეგრე ვფიქრობ. აუ ეს ვინ არიან, ბრატ, აი ხო დამღალეს უკვე. და მაგით არ გავუხარდა იმდენად თქო, მაგრამ არ შეიძლება უცდებოდა. ამ პოლიციას ხარ რანაირად გავექცე ისე რომ აქ მაინც ვერ მოხვალთ ხა ან თუ მოხვალთ და გადმოდი მანქანიდან ძმა, მე მგონი მანქანას დაძდევენ ისედაც ეგენი. კაი, კიდე კაი. ეხლა შევალ სახლში ჯოუსთან გამოვიძინებ და მორჩება უკვე მეხუთი თავი მაგითიც და დიდი ვარაუდით ეხლა აქ ის პროსტიტუტი იქნება. მაგრამ იმედი არ იქნება და ვიდეოს ეხლა მთლიანი დაბურვა არ მომიწევს. მაგრამ ნახოთ. მე მგონია რომ იქნება. იმიტომ რომ გადავალჩინეთ და მოდიო ჩემთან ხო იზახო და ხო და ჯო პრინციპში სახლში არც მოდის, ანუ აქ სულ მე ვარ ხოლმე. არ არის აქ მარტო ვარცი, ოკეი. გასაგებია. ხო და ჯო არ ვიცი აქ რატო არ მოდის, აი ეხლა კაი საქმე აქვს და ჰენრის ეხმარება და გასაგები არის, მაგრამ წინაზე საქმე არ ქონდა არაფერი. კარგად გატარებული დრო, თებერვალი 26, 1945 წელი. კიდე ეს ხმა ესე იგი გაფუჭებული არის. ეს რა ადგილია საერთოდ? Spioniro Golubino, რაღაცა brain rot ისინი. ანუ ხმა არ მესმის ხა არ ვიცი, აი მუსიკა დაძებული არის თუ არ არის დაძებული, ხო და მაქედან გამომდინარე. Yeah, what's it? პოლიცია. You're under arrest for the illegal distribution of federal ration stamps. You're coming with us. აუ, ვიღაცამ ჩაგვიშვა იმაზე, აი ბენზინი. ხო, აი ხო, საწვავებს რომ ვაბარებთ. რომელიღაცამ ჩაგვიშვა. მაგრამ მარიცოდნენ რა ვიზე მუშაობდი და არც ოპირებდით ხმასო. ხამას არ ველოდი აი თუ დაუჭერდნენ ახლა ჩვენ. სხვადასხვა კიდე ხორცვა ხარშავ მე მგონი ნახევარსაათზე მეტი არის და ამდენი ხანი არ უნდა ვხარშავდე, მაგრამ ბარემ მორჩი ამ ვიდეოს. მოკლედ ჰენრიმო მოსამართლე მომიყვანაო, მოსამართლე კი არა ის რა ქვია, დამცველი. At a time when our country needs them the most. An act the gravity of which you, Mr. Scaletta. The guy was good, but even he couldn't get me out of this one. It was a lost cause from there. მოკლედ ესე იგი შენო მოიპარეო ნაციონალური განძიო ესე ვთქვათ, ანუ რესურსებიო, რაც ქვეყანას ძალიან ჭირდებოდაო. და ისე მოიპარეო, რომ ცუდი საქციელი იყო ეგო. And of this great country. This court hereby sentences you
to 10 years Oh. in a federal penitentiary. 10 წელი გვსვამენ ციხეში იმისათვის რომ რაც გავაკეთეთ და ვინც მოგვიყვანეს აი ის ტიპი ჰენრიმ რომ მოგვიყვანა აი თითქოს დამცველი ესე რომ ვთქვათ, კაი იყო, მაგრამ ისეთი იყო რომ აი ვერც გადამარჩინაო და მეგონი ვერც გადამარჩენდაო ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ეხლა 10 წელი აქ არ ამგონია რომ მე ჩავსვან და იქიდან გამომდინარე რომ გავლენიანი მაფიის ოჯახში ვარ ესე რომ ვთქვათ, მგონია რომ აქედან ფულს გადაიხდიან და გამომიყვანენ. ამ გეიებს რა უხარიეთ. Სხვადასხვის ეს ახლა რენდო ფაქტი იქნება, იმედია. Thieves, murderers, child molesters, they were all here. ფედერალური ესე იგი მოკლედ ყველაზე ცუდი ადგილი არისო რა, გამაუპატიურებლები, პედოფილები, მკვლელები, ყველა აქ არიანო. No monkey business or else. არი მაიმუნოთო თორე წვლად იქნება თქვენი საქმეო. ეს first person-ი არი? ხო? ვა. მოიცა აქ სეგრეგაციას ავით, რატო არის რომ აქ შავები აქეთ არიან, თეთრები აქეთ არის? არა, ეს აზიელები არიან აქეთ. რა ხდება ამ ციხეში საერთოდ? და ჩვეულებრივი თეთრები სად არიან? ანუ აი აზიელების რო არ არიან და ისე. ანუ მე სად წამიყვანენ ახლა აქ? აგერ მეგონი. თუ არა. მოკლედ აი აქ ესე იგი ყველა ძალიან კრიმინალი არის. ხო, აი აქ არიან თეთრები. ნუ ეშინია რა და გასაგებიც არის რატომაც. მაგრამ პრინციპში დაეჯვი ხა შენ თორე წიხლი მოხდება სახეში. ხო და გაწიე ეგ ჯოხი თორე გადაგადეხავ ხა თავზე მაგას. ეს თუნ სახურის ჯოხი. იმედია თქვენ ციცით ეგ TikTok-ის რაღაცა brain rot და მარტო მე არა ვარ ეგეთი. ხო და რასაც ვამბობდი აი წარმოიდგინე რომ აი არ დაგიშოვები არაფერი და უბრალოდ აი შეესწარი რაღაცას და შესწრებიდან გამომდინარე შენ დაგაბრალეს ეგ და გასამართლება კიდე ისე ცუდად წავიდა რომ სხვის მაგიროდ შენ მოხდე ციხეში. და თან ესეჩი. აი რა ცუდი უნდა იყოს ახლა მედალდედისთვის ეგ. კაპიტანი ტერენსია ჩემი სახელი. ეს არის ჩემი ციხე. თქვენ ახლა აქ ხართ იმიტომ რომ გარეთ ვერ იქცევით ნორმალურად. რამე არ შეგესალოთ იმიტომ რომ თქვენი ტრაკი მე მეკუთვნისო. და თუ რამეს გააფუჭებთ მაშინ თუდოდ იქნება თქვენი საქმეო. And rehabilitate you, we will. აქ იმიტომ ხართ რომ ცევები გასწავლოთ. Just long enough to get you cleaned up. Now get in line and follow me. ცოტა ხანი ახლა გაგაშიშლებთო რომ დაიბანოთო და რაღაცაო და მოწესრიგეთო ესე რომ თქვა, აჰა, თმეებსაც უნდა გვყარსავენ. You're going to look just fucking beautiful. სალონში მოგესალმებითო. Hey, me too? I ain't got nothing on my head to cut. Shut your face, cue ball. მეცო და მე კი თავზე არაფერი არ მაქვს და რა ვჭრითო. მაგრამ ნუ ჰენრის გამო მოგვიწია რა ყველაფერი ესე რომ თქვა და ჯობია ეხა მაგ ჰენრი ჩვენ აქედან გაგვიყვანოს. Okay, let's go. Hey, shit for brains. Do what you fucking told. იმიტომ რომ იმან არ გვიცხარა რომ აი ვადაგადიოდა მაგ ბენზინის ჩეკებს. ხო და მაგიტომ მოგვიწია რომ გაგვიყიდა მე თან იმან დაგვალა ჩვენ თვითონ. ხო და ჯობია რომ ეხლა საქმე ჩაგვიწოს მაგრამ ისე რომ აქ არაფერი მოგვივიდეს. აუ აქ რამდენი პიდერასტი იქნება ეხლა? უიმე. პროსტა აი ჯერ ერთი რამდენად დაცემული არიან ეს ტიპები ეხლა აქ ვინც არიან. ნუ აქ მარტო არა რეალურადაც აი ზოგიერთი ტიპი, ყველა კი არა. აგიხსნით მოგდი ხომ მაგას თუ აგაჩნდებიან ეს თევზია რაღაც აი მე მგონი ვიძინებთ ხო რას გეუბნებოდით ან რამდენი დაცემულები არიან თქო ეხა ესენი თქო აქ ვინც არის ანუ ზოგადად ციხეში ხო იცით რომ ბიჭებს აუპატიურებენ და ასე შემდეგ
ეს ჩემი ისაღლი იქნება მთელი 100 წელი, 10 წელი კაცო. I would have preferred dodging bullets in Europe to this. მირჩევნია რომ ევროპაში ყოფილიყავიო. 3 დღის მერე ჰენრი მოვა ალბათ. ხო და აუპატიურებენ, იმიტომ რომ აი ქალები ხო არ არის ახლა და იმ ციხეში. და ისე უნდებათ ანუ ეგ რომ Leo Galante. მიდიან სხვა ბიჭებთან. This wasn't the kind of place where you could survive on your own. ეს ისეთი ადგილია რომ აქ მარტო ვერ გადავშებიო მეო. ხო და ისე ეცემიან იმ დონეზე რომ შეიძლება ვიღაცა გეი ან რაღაც ეგეთი არ იყოს, მაგრამ აი მაინც მიდიან იმ დასკვნამდე რომ ესე იგი ვიღაცა კაცი უნდა გააუპატიურონ ციხეში. წადი ძმა ჩამოკარი აი რა კაცი უნდა გააუპატიურო ციხეში აი არ ვიცი. ნუ ახლა ვიღაცა მართლა პიდარასტი არის და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგიერთი იმდენად ავადმყოფი არის რომ აი ეს სექსუალური რაღაცა განცდები ვერ აკავებსა ციხეში. შეიძლება ერთი თვე იყოს ციხეში და ისე მოუნდეს რომ რაღაცა ვიღაცა გოგო ყავდეს რომ ბიჭს იმაშვებიან. ნუ რაც რა ვიცი რა. ნუ მოკლედ ეს ის ტიპი არის კაცო მე როგორ ვლახე რაღაცა ფოთში. ფოთში რა პორტში ეს ასაკეთებს აქ. I know you. შენ გიცნობო. You're that fucking guinea who was with Barbara in a jewelry store. I'm in this fucking hellhole, cuz. აუ ესენი ისინი არიან. Locked up because you're a stupid crazy fuck. აი განზეულობა რომ გავიჯანე ჩვენ მაღაზიიდან და ისინი რომ შემოვარდნენ ხო იცი მანქანით იქ. My mom was right. ეს ტიპი There არის. is a god. შენ იმით ჩაგვსო ციხეშიო რომ შენ ხარო იდიოტიო თორე ჩემ ბრალი კი არ არისო. You guinea. როგორ ჩვენს ღმერთი არსებობს რომ შენა გამოგზავნო. Could pay you back. ოპა. This looks interesting. Want to make a small bet? აუ ეს მილიონერი ვიღაცა მოხუც კაცი იქნება. საინტერესო არის რომ რაღაცა ხო არ ჩამოვიდეთო ფულიო რა. ყველა შევკანიანი როგორ არის აქ და ყველა ნუ პრინციპში არა, მაგრამ ესე რატო არის დაყოფილი რომ აი იქე თეთრები არიან, აქეთ აზიელები არიან, აქეთ შავები არიან. აი ო ამას არ დაალყას მამა და მარტო თან კეფაში. We're gonna give you a little time to think about what you've done. აი მოიცა გამოვალ მე აქედან და მოხედავ თქვენ. So O'Neill almost took my head off, but I made a stand. ნუ კინაღა მომკლავ, მაგრამ მე მაინც დავდექიო რა ჩემს Counts for a lot ფეხებზეო. more than you might think. ორი დღის მერე. ანუ 5 დღე ვართ ფაქტიურად უკვე ჯამურად ამ ციხეში ჩვენ. How long are you planning on keeping him in here? Long enough to learn his lesson. ხო ეს ესე იგი That's ჯარი gonna have ვიღაცა to არის. change. He in any shape to fight? Should be. Boys didn't knock him around too bad after the brawl in the yard. All right, open it up. რამდენი ხანი აპირებთ რომ ეს ყავდეთ ვაქო რა იმ ხუთს მოკითხა და დიდი ხანია. Scaletta, you got yourself a visitor. გამოდის რომ ეს ვიღაცა ავტორიტეტით სარგებლობს აქ. Leo Galante. ლიო გალანტია ჩემი სახელი. გავიგე რომ საუბარი გინდოდა ჩემთანო. One of Clementi's guys said I should contact you. კლიმენტის ტიპა მითხრა რომ შეუნდა დაგეკონტაქტეო. I don't provide protection for his guys in here, but I saw how you handled that Mick who's after you, O'Neill. He could prove useful. Come with me, boy. ეგ ახლა მაგარი უაზრობა არის რა, ანუ ვინც გამოგზავნაო შენო, მეო იმასო არ იმის გამო მე არ დაგიცაო შენო რა, მაგრამ ქუჩაშიო როგორც იჭხუბეო მომეწონაო და შეიძლება დაგეხმარო მაგის გამო რა, რომ იმიტომ ქუჩაში როგორც იჭხუბეო. From what I saw of you out there in the yard, you're just the man for the job. You're gonna help us out, kid. In return, you'll be under my protection. And who knows, maybe you'll even learn a thing or two along the way. I guess I can't say no to that offer, huh? I don't remember asking. All right, fellas, let's get this show on the road. გასაგები. ანუ რაღაცა ბოქსის დარბაზივით მოგელ დაგეხსნე ხარ რა, ესე იგი ეს მოხუცი კაცი იმ კანელოსო თუ ვიღაცა ტიპს ვინც ჩვენ დაგვავალა რომ ამ მოხუცი კაცს დაელაპარაკეო, ეს მოხუცი კაცი მაგ ტიპს იცნობს, მაგრამ მე მაგის გამო კი არ დაგეხმარებიო შენ ანუ ვიდეოს უთხრა მაგ მოხუცმა კაცმა. მე ეგ ტიპი არ მომწონსო ისედაცო.
დაგეხმარებიო იმ შემთხვევაშიო თუ ამ რაღაცა ბოქსის დარბაზში შენც ხელ შეგვიწყობო რა და შენზეო ფულს ჩამოვალთო ჩვენო და ჩვენს ფულს ვიშოვითო ესე რომ ვთქვათ და მაგ შემთხვევაში დაგეხმარებიო მაგრამ იმ კაცის გამო არაო ხო და ეხლა მოგვიწევს რომ აქ ვიშხობო ჩვენ და როგორ ჯიშოთ Vito, I want you to hit Pepe. Try and bust that big jaw of his. Pepe, you avoid the punch like I showed you. Then use that momentum to throw a punch of your own. All right, fellas? ჩვენი ბოქსი მოეწონა რა ესე რომ ვთქვათ მაგ მოხუს კაცს Attaboy, Pepe. Keep that oversized chin of yours down, damn it. It's good. აჰა counter punching ესე რომ Would ვთქვათ you look at that? Hey, we supposed to be sparring or training? Change of plans, big fella. light sparring-ია He's got ძმა fire in him. So now you're both gonna practice your counter punches. All right, Vito. კაი ეხლა See if we იჭხუბეთ can do უკვე that again. It's a handy tool to have in the box, huh? Most guys ain't gonna see it coming. Pepe here, he ain't most guys though. ბევრი ბიჭი ვერ დაინახავსო ანუ მეგეთ counter punch-ო რა რომ უნდა აიცილო და მე დაარტყაო მაგრამ პეპეო აქო Nice kid, nice. ესე რომ ვთქვათ აი მიჩვეული არისო ჩხუბსო უკვე ოპა There you go. You're a fast learner, kid. All right, fellas, that's enough for today. Nice work. კაი დღეს ესე იგი მორჩი ჩვენი ვარჯიში So how close did you get to Clemente? როგორ ახლოს იყავი მაკლემენტანო Actually, I never met him. არ შეხვედრი ვარ არასოდეს Messina or Luca Guarino. ჰენრისთან ვიყავი უფრო მე Cocksucker Guarino's still breathing. What was your deal with him? რასაკეთებდი Did a მაგასთან couple jobs for him. ერთი-ორი სამუშაო მქონდა რა მაგათანო Luca said he'd bring us into the family for. და ლუკა მიცხა რომ What? ოჯახში Fucking მემიღებდნენ Alberto. $5,000 He's always been a crooked bastard. So what is that, like more than usual? Yeah. ეგ რა არის უფრო მეტი არისო ვიდრე ჩვეულებრივიო და ხო რა $5,000-იო ძალიან ბევრი არისო ოჯახში რო შეხვიდე $5,000 გადასახდელი საერთოდ არ არისო Loyal, a good earner. ხოლოდ უნდა დაამტკიცო ის რომ კაი კაცი ხარო რა You know. და მიგიღებენ ოჯახშიო In და any case, this is an interesting piece of news. ფული საჭირო არ არისო When this gets out, Alberto and Luca are gonna have a lot of explaining to do. To who? Jeez. Don't worry about that. We'll talk about it some other time. ხო, ნუ საინტერესო ინფორმაცია არისო რა და როცა ეგ ინფორმაცია გავა ციხიდანო მე მაგასო ანუ ვინც მოგთხოვა შენ ეგ ფულიო მოუწევსო რომ განმარტებებით თქვასო რა თუ რატომ მოგთხოვა ეგ Watch ფულიო where you walk, Guaylo. Maybe if your eyes were all the way open, you would have seen me coming, asshole. Galante. Crooked white devil. Nice to see you too, Mr. Wu. Crooked? You bet on your own guy and he lost. That's the way it works in this country. Then Wu offer you. ეს მექსიკელი აზიელი გაწიეთ I ეხლა think I ეგეთ can arrange that. You up to it, Vito? Chinaman. ახლა მე უნდა ვაჭხუბო Get him a ამას step ladder and send them over. All right, Wu. Looks like you got yourself a ბიჭო ring. მშია მაგრა დაამთავრეთ მალე ეს ეპიზოდი Chop suey crap this time. ვის უნდა ვაჭხუბო Now ახლა listen, these chinks are quick little bastards. No point in throwing big punches early on. You'll never connect. All right. What am I supposed to do then? You hit him quick and tire him out. მოკლედ When he's weak, you სწრაფი put his იყავიო რა guard, then you swing for the ძლიერებიო არ მოიქნიო თორე ააცილებს ყველას აიცილებსო დაღალეო და მე დაცხეო Get a fortune cookie after eating your guy for breakfast? ვინ იწყებს აფერკათებით აი shadow boxing-ს როდის გამოიყენებ მაგ დარტყმს ერთ ჩემზე მაინტერესებს დავაი წავიდე ლაითები ბიჭო აიცილი აი ვაწვევი space ხო ხო ესე იგი დიდებს იცილებს უოჭველი კაი ძმა კაი აიცილე აუ იმენა უჩერდება იმასავით მომკლეს მაგრამ ძალიან უაზროთ ან Now listen. These chinks are კაი ხო არ მაინტერესებს ვიცი ეგ ხო გავიგე ძმა გავიგე You'll never connect. მე მგონი მოვყოლით ეგა რაღაც ვებქვის სტილი უნდა გამოგიყენებიაო და ერთი კვირის მერე ასე იგი რაღაცა 15 დღეა ვართ ამ ციხეში ხა ჩვენ აბა რა გინდა ხა Let's go, Scaletta. You're late for work. დაგავგენდავს სამსახურშიო რა სამსახური კაცო ალბათ იქ ბოქსის დარბაზში
მოკლედ მივალე ხა აქ და დავამთავრებ გაგრეს ამ ვიდეოს, თორემ მე ძალიან გაიწელება და ეგრე ძალიან არ მინდა რომ ვიდეო გავწერო. მითუმეტეს თქვი რომ პატარა იქნებოდა, მაგრამ ძალიან გაიქცა. ხო და იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ და ლაიქით გამოიწერეთ არხი. მივიდეთ ახლა ჩვენ აქ და გაგრეს მორჩები ამასაც. გავიგოთ მაინც რა უნდათ. Hey, listen, Vito here's got the day off, courtesy of Mr. Galante. Gotcha. ვიდეო ისვენებს დღესო. Do it, Scaletta. All right, come with me, Vito. კაი. What, are we gonna train some more? Sorta. უნდა ვარჯიშეთო და ნუ ხო დაახლოებით რა. ნახავ. აბა. ხორცი ჩამოიწვა ძმა, აი სადაც ხარშავდი იქ შეიწვა უკვე. Why no training today? Not exactly. ვარჯიშობთო და A არა. challenge from the spooks, and I don't want to risk Peppy getting all banged up before his big fight. ჩელენჯი გვაქვს რა და So I ამ want you to ტიპსო take this one. ვერ გავრისკავ რა, იმიტომ რომ It'll be ჩხუბი good practice უწევსო. for you. Come on. და შენ უნდა ეჩხუბო ესე რო თქვა. კაი, მოკლედ ახლა სანამ ვიჩხუბებთ, წავედი, შევიჯამ საჭმელს Guy you're რომ gonna be კვდები უკვე fighting is a და strong bastard, დროებით. but he ain't too bright.